მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის თათიას პოდკასტი. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე საჭირო სამედიცინო პოდკასტი საქართველოში და არა მარტო საქართველოში და ამ პოდკასტს წაიყვანს თათია ტუღუში. ჩვენი სტუმარია ბიძინა კულუმბოგოვი, ალერგოლოგი, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს. მე უბრალოდ ისევ აქ ვზივარ, მოვისმენ ძალიან საინტერესო საუბარს, იმიტომ რომ დღეს იქნება ძალიან საინტერესო თემა და ამ თემას ქვია ალერგია და ორსულობა. მე დავამთავრე ჩემი სათქმელი. საღამომშვიდობის კიდე ერთხელ. ძალიან მიხარია ბიძინა რო ხარ დღეს ჩემთან ერთად. ისედაც სულ ვცდილობ რომ არ დავკარგო კავშირი ბიძინასთან, იმიტომ რომ ორსულობა ეს არის გარდა ფსიქოლოგიური მომენტისა ძალიან ხშირად, არ ვიცი ხა ეს უფრო პოპულარულ ენაზე შეიძლება ვითქვათ, მაგრამ მაინც იმუნური სტატუსიც ქვეითდება, ისეთი ჰორმონალური ძვრები მიდის ორგანიზმში, რომ ძალიან ხშირად არარსებული ალერგიაც ხოლმე იჩენს თავს, ხო? ყოველთვის მეუბნებიან რომ მე მანამდე არ გქონდა, მაგრამ რატომღაც აიხლა გამოჩნდა და ძალიან ხშირად იდო ბიძინაც არ იტყვის რომ ვერ იტყვის იმაზე რომ ხშირად ვაწუხებ, მაგრამ რა თქმა უნდა არ გძნობ არასოდეს მისგან უხეშობას და რომ მაშინვე ყველა პაციენტიც ამას იძახის რომ დაწერილი არა გვაქვს მე შემდგომ როცა უკვე გაიცნობენ და პირადი პაციენტია მისი არაპირადიც კი ყველას პასუხობს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უკარგესი თვისება აქვს ბევრ თვისებებს შორის ბიძინას. და ერთ-ერთი მადლობა. და ნამდვილად იმსახურებს შენ არ ვიცი ძალიან ყურადღებიანი ექიმი ხარ. პირველ რიგში თან განსაკუთრებით ორსულობის დროს იცი როგორი გაფაქიზებულები არიან და ყველაფერზე განიცდიან. რაც ყველაზე მეტად გვხდება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრიდან, ეს არის რინიტი, ალერგიული რინიტი, რომელიც მეუბნებიან რომ მანამდე ძალიან ბევრს მანამდეც აწუხებდა. აი რაღაც მინდა რომ ამ რინიტზე რომელი პრეპარატების გამოყენება შეიძლება უფრო რას უწევ რეკომენდაციას და თანაც რაც ვთავარი რომ ხანგრძლივი მოხმარების იყო და ჩემზე უკაცად იცი რომ ამ დროს შეშუპებული აქვს ეს ლორწოვანი და შეიძლება მესამე ტრიმესტრის ბოლომდეც დაჭირდეს, რადგანაც სუნთქვის გაუარესება მე ნაყოფს არ მიეწოდება ჟანგბადის სწორედ, არ მიდის გასთაცვა სწორედ და ეს ყველაფერს არ ღვევს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რინიტი ჩვენთვის. დიდი მადლობა მოკეთ მოწვევისთვის თათიას და თქვენ ყველას. ნამდვილად ეს ძალიან აქტუალური თემა, ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. აი როგორც ალერგოლოგი და იმუნოლოგი ჩვენი დაავადების, ასე ვთქვათ, დაავადებების ჩამონათვალს და მის გარჩევას სანამ დავიწყებთ არსებითად, ვიტყვი რომ იმუნოლოგიურად ორსულობა თვითონ ეს სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თათიამ აღნიშნა. ეს არის იმუნოლოგიური ტოლერანტობა. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ქალბატონი ქალი ატარებს ნაყოფს, რომლის გენების 50% მისთვის სრულიად უცხოა. ეს არის იმუნოლოგიური ტოლერანტობის კვინტესენცია, ესე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ნახევარზე არის მისი და სხვისი. და ჩვენი იმუნური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერ უცხოს განდევნის. ანუ ამას იმუნოლოგიურად ჩვენ განდევნის რეაქციას ვეძახით. აი ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ უცხო სხეულად აღიქმება ყველა გადანერგილი ორგანო და ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე თითქმელი გადაინერგა ღვიძლის ნაწილი თვას შემდგომ იმუნოსუპრესანტებზეა, ანუ დამთრგუნველ მედიკამენტებზე. ეხლა ბევრი რო არ გავაგზავნოთ ამ ნაწილში, ორსულობა არის სწორედ განგების მიერ, ღმერთის მიერ მოფიქრებული იმუნოტოლერანტობა, როცა იმუნური სისტემა გარკვეულწილად ისე უნდა დასუსტდეს, რომ ეს უცხო ცილების მიმართ განდევნის რეაქცია მინიმუმ 9 თვე არ დაიწყოს და ამავე დროს ქალის ორგანიზმს უნდა შეუნარჩუნდეს ბრძოლის უნარიანობა გარემო მომხდურების მიმართ, ინფექციების, ვირუსების, ბაქტერიების. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმუნოლოგიურად საოცარი მოვლენაა თავისი ბუნებით, რომელსაც აი ეს იმუნოტოლერანტობა ეწოდება. რა თქმა უნდა, ამას თავისი შინაარსი და აქვს და შესაბამისად ეს ხშირად რაღაც ტიპის მოვლენებში, თუნდაც დაავადებების სახით ითარგმნება და რადგანაც კითხვა გაჩნდა ალერგიულ რინიტთან დაკავშირებით, მე ესე ვიტყოდი, რომ ზოგადად რინიტი შეიძლება იყოს ალერგიულიც და შეიძლება ორსულობის დროს საერთოდ იყოს დამოუკიდებლად აღმოცენებული რინიტი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ორსულთა რინიტს. ანუ არანაირი კავშირი ალერგენებთან და ალერგიასთან არ გქონდეს. თუმცა როგორც თათიამ აღნიშნა, ამ ტიპის რინიტის არასწორი მართვა ან ხშირად, რაც ჩვენს ქვეყანაში მიღებულია, რომ აი ამის სამკურნალო წამალმა რაიმე ზიანი არ მოუტანოს ჩემს შვილს და ნაყოფს და ზოგჯერ ექიმიც კი ბოჭავს და ეუბნება მე ბევრჯერ მყოლი ასეთი ადამიანი მოუმართავთ ჩვენი საერთო პაციენტი იყო თუ სხვა ჩვენი კოლეგების რომ მე ვიყავი ოტორინოლარინგოლოგთან და მითხრა რომ
ძალიან გიჭირს, მაგრამ მე არა მაქვს არანაირი წამალი, რომ ორსულობის დროს მოგცე, ამიტომ იყავი გაგუდული ცხვირით, ბალიში წამოწიე და პოზა შეინარჩუნე. ეს არის შეუძლებელი ასეთი ტიპით ცხოვრება, იმიტომ რომ როგორც წეღან აღინიშნა, ამ ტიპის რინით შეუძლია უფრო მეტი ზიანი მოუტანოს. მარტივი ჰიპოქსიის, ასე ვთქვათ. სუნთქვა ხო, არის ყველაზე რა მნიშვნელოვანი. თქმა უნდა. ასწავლით სუნთქვა რა სწორს თქმა და უნდა. ამ დროს ირღვევა, რაც არ უნდა ვამეცადინოთ, მაგაც ვახი, რაც არ უნდა იოგა დავიხმაროთ და ისე ვერ შევწვდით. გამორიცხულია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს, როდესაც არავითარი პრობლემა ორსულობის დადგომამდე არ ქონდა პაციენტს და ქალბატონს განუვითარდა შემდგომ ორსულობის მერე დაახლოებით მეორე ტრიმესტრის დასაწყისიდან უფრო იმატებს, ზოგს უფრო ადრეც ეწყება, მაგრამ ყველაზე ხშირად უფრო არის, ასე ვთქვათ, 10-12 კვირის შემდგომ, აი ამ პერიოდში, აი სწორედ ეს ჰორმონალური ძვრები, ესტროგენია თუ პროგესტერონი, განსაკუთრებით ესტროგენები, იძლევა სწორედ ამ შეშუპებას, ანუ ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას, რომელსაც აი პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ჰორმონალური შეშუპება, მაგრამ მას სჭირდება აუცილებლად დახმარება. ეხლა ჩვენ რადგანაც ამ საკითხს შევეხეთ, მისთვის დამახასიათებელი ერთი კლინიკურ პატარა განსხვავებებს ვიტყვი, რომ სწორად ამოვიცნოთ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ალერგიული დაავადება და ამის ფონზე მოხდეს ორსულობის დადგომა და მისი ალერგიული დაავადება გაუმწვავდეს. საერთოდ თუ შევხედავ ჩვენ ალერგიული დაავადებების ჭრილში ორსულობის დროს, აი უხეშად ესე არის დათვლა თუ შეიძლება ასე ითქვას, მესამედ ადამიანს ორსულს უმწვავდება მისი ალერგიული დაავადება. 50%-ში საერთოდ არ იცვლება როგორც იყო ისეა და დარჩენილ პროცენტში რაც დარჩა, ხო, გაუმჯობესებაც, ანუ რემისიაც ხდება ხოლმე. ამიტომ თუ ჩვენ ქონდა ალერგიული პათოლოგია, ხა რადგანაც ცხვირის ირგვლივ ტრიალებდა, გაგვიმწვავდა, ან არ ყოფილა და აღმოცენდა, ორსულთა რინიტისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია ცხვირის ძალიან მძიმე და რთული გაჭედვა. შეიძლება ეს ყველაფერი რამოდენიმე დღეში ან კვირაში გადაიზარდოს სქელლორწოვან გამონადეში, რომელიც ხშირად არა მარტო ჩამოედინებათ, არამედ გადაედინებათ კიდეც ხახის უკანა კედელზე და ეს ძალიან შემაწუხებელია და ხშირად ყველასაც კი იწვევს, იმიტომ რომ ხახის უკანა კედელი ხელის რეცეპტორებით, აფერენტული სისტემით, ანუ ასეთი რეცეპტორული სისტემა გვაქვს ჩვენ სავსეა. შესაბამისად, თუ არ ქონია არასოდეს ცხვირის პრობლემები და ორსულობის, აი პირველი ტრიმესტრის მეორე ნაწილში და მეორე ტრიმესტრის დასაწყისში დაიწყო, უფრო მეტად გაჭედილობა პრევალირებს, რა თქმა უნდა, ექიმმა ამ შემთხვევაში გინეკოლოგმა ეჭვი უნდა მიიტანოს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ორსულთა რინიტთან. ეხლა რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვერთვებით ჩვენ და ვეხმარებით ასეთ პაციენტებს, რა თქმა უნდა და ორსულებს უფრო სწორედ და ძალიან მნიშვნელოვანია უკვე შემოდის წამლების უსაფრთხოების საკითხი. რატომღაც არის ესეთი მოსაზრება, რომ ორსულისთვის არც ერთი ალერგიული წამალი, არც ერთი ცხვირის გამხსნელი და მოვლის საშუალებები უსაფრთხო არ არის და ეს გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება იმ გაგებით, რომ ჩვენ ორსულთან აუცილებელი და მინიმალური პრეპარატები უნდა გქონდეს, ხო? ეს ასე ვთქვათ, ეხა დათიასთვის არის როგორც სიტყვიან 2x2 და ამოსავალი წერტილი და კვინტესენციაა მათთვის ეს. მაგრამ რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ნებისმიერ პრეპარატს და მდგომარეობას აქვს რაღაც რისკი და სარგებლის შეფარდება, ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებთ იმ ტიპის პრეპარატებს, რათა მივცეთ შვება ამ შემთხვევაში ორსულს, რათა ნაყოფის განვითარებას და მის უსაფრთხოებას რაიმე პრობლემა არ შეექმნას. თუ ჩვენ ესე შევხედავთ და ამ თემას გადავაბავთ და ეს სხვა დაავადებებზეც გამოგვადგება, ალერგოლოგიური თვალსაზრისით და ზოგადად მედიკამენტური თვალსაზრისით არსებობს მედიკამენტების კლასიფიკაცია, რომელიც ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს მიერ არის შემოთავაზებული, უკვე თითქმის 20-30 წლის ისტორია აქვს, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით და ეს წამლების კლასიფიკაცია მოიცავს ორსულობის დროს ნებადართულობის, ასე ვთქვათ, ხარისხს. რას ეფუძნება ეს კლასიფიკაცია? კლასიფიკაცია არის A კატეგორიის წამლები, B კატეგორიის წამლები, C კატეგორიის წამლები, D კატეგორიის წამლები და X კატეგორიის წამლები. ეხლა ყველას ჩაშლას აქ ვერ მოვახდენთ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ. ანუ ეს გადახვევას უცებ გავაკეთებ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ანუ რომელი უფრო უსაფრთხოა ორსულთა უსაფრთხოების დროს. ეხლა მთავარი ამბავი არის, რომ აი ყველა გეუნება ჩვენთან მოსული პაციენტი, როცა ამას განუმარტავ ხოლმე, მე ვცდილობ, რომ მივცე ეს ინფორმაცია და რატო ვირჩევთ ამა თუ იმ პრეპარატს. მეუბნება, რომ ეს რა კარგია, მაშინ A კატეგორიის წამალი იყოს და ყველაზე სამწუხაროდ A კატეგორიის წამალი ძალიან ცოტაა მედიცინაში. A კატეგორია, ანუ A კატეგორია, როგორც გნებავთ, ისე ვთქვათ, არის წამლები, რომლებიც ხო, აი რეალურად ძალიან დიდი ხანია გამოიყენება, აი მაგალითად პარაცეტამოლი, ამოქსიცილინი ანტიბიოტიკი. ეს არის, როდესაც ამ ტიპის წამალი
მილიარდობით ორსულს აქვს მიღებული ბოლო 30-40 თუ 50 წლის განმავლობაში, რაც ეს პრეპარატები შეიქმნა და არანაირი ტერატოგენობა და არანაირი უსაფრთხოებითი კითხვის ნიშანიც კი არ არსებობს მათ გამოყენებას ჩასახვის პირველი დღიდან მშობიარობამდე მარტივად რო ვთქვათ, არა თუ მეძუძურობის დროსაც კი. შესაბამისად, A კატეგორიის წამლები, ანუ A კატეგორიის წამლები ძალიან ცოტა გვაქვს. ეხლა რა არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. მეორე კატეგორიის წამალი უპირატესი თუ ეს არ არის კიდე ასე რომ ვთქვათ, რისკის სარგებლის ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, სასწორზე შემოდება, B კატეგორიის წამალი უნდა აირჩიოს ექიმმა. B კატეგორიის წამალი ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად უსაფრთხოა, მაგრამ ეს კვლევები, რომლებიც ამ პრეპარატებზე არის ჩატარებული, ძირითადად არის მაინც კვლევის პროცესში ცხოველებზე ჩატარებული კვლევებია. ნამდვილ ორსულზე ის არ გამოცდილა. იმიტომ რომ ყველა სამედიცინო კვლევა, სხვა წამლები ეს კარდიოლოგიისა, ჩემი პრეპარატები, ალერგოლოგიის და ასე შემდგომ, ორსულობის დროს GCP სტანდარტი, ანუ კვლევათა საერთაშორისო მეთოდოლოგია ორსულის ჩართვას გრძალავს. ამიტომ შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს დიდი მონაცემთა ბაზა, ჩემი დარგს რო დაუბრუნდე, სადაც ჩვენ ვიცით პაციენტს რომელი პრეპარატი მივცეთ ამ მაქსიმალური უსაფრთხოების გათვალისწინებით B კატეგორიას კიდევ ერთხელ აფიქსირებ. ეს არის სულ რამოდენიმე წამალი, მოდი ვთქვათ საერთაშორისო სახელით და კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ. ეს არის კლარიტინის ტიპის, ანუ ლორატადინი ქვია მას საერთაშორისო სახელით. ეს არის ცეტირიზინი და ანტიალერგიული წამლებია. მისი წარმოებულები, ბევრია ასეთი და არ დავასახელებ. განვითარებულ ქვეყნებშიც არ ჭირდება რეცეპტი. რეცეპტის გარეშე იყიდება, ესეც დიახ, მნიშვნელოვანია. რემარკა, მადლობთ ამისთვის სტატია და აუცილებლად ცხვირისთვის უნდა ვთქვა. ცხვირისთვის სამკურნალო ორსულთა რინიტის დროს და ალერგიული რინიტის დროს ჩვენ ამოსავალი, რა თქმა უნდა, ხა თუ მსუბუქი მოვლენებია ცხვირის, მარტივი სანაცია, ზღვის წყალი იქნება თუ ხანდახან მეუნები თუ არა გაქვს ამის საშუალება, ასე ვთქვათ, დაამზადე მარილიანი წყალი და ეს შეიძლება სახლის პირობებშიც სხვათა შორის ეს არაჩვეულებრივია და ძალიან მარტივია თუ შეძლებენ ზღვის მარილით სპეციალური ისიც შემილია ჩემ პაციენტებს ვასწავლე ხოლმე გადახოვას ვაკეთებ ამაზონიდან შეუძლიათ გამოიწერონ არაჩვეულებრივად ხდება დახრილ მდგომარეობაში ვასწავლე და ეს არის უებარი ოროს სწორი უნდა გააკეთო სანაცია რომ ერთი ლესტოდან მეორედან გამოდის და ძალიან კარგად რეცხავს აი რაღაცა ეს არის ჰიგიენა არის და ცხვირის სანაცია არის აუცილებელი პირობა რინიტის მოვლისთვის ორსულობის არის თუ სხვა ალერგიული რინიტია ისედაც და რა თქმა უნდა თუ ჩვენ აი ამ ნიუანსებით და აი ამ დახმარებით ვერ ვაღწევთ შედეგს რა თქმა უნდა შემოდის უკვე ნაზალური სამკურნალო პრეპარატები ჩვენ ამას მედიცინაში ვეძახით ჰორმონალურ საშუალებებს ანუ ლოკალური ჰორმონები ანუ ადგილობრივად ცხვირის ლორწოვანზე მოქმედი ჰორმონები რომელთაც აქვთ მინიმალური შესაძლებლობა რომ გადავიდნენ შეიწოვოს ორგანიზმის ლორწოვანმა და მოხვდეს სისხლში და მივიდეს ნაყოფთან და სხვა ორგანოებთან. ასეთ ჰორმონებში ჩვენ გვაქვს ეს 4-5 ჰორმონია, მაგრამ ერთი მათგანი არის განსაკუთრებით უსაფრთხოებით გამორჩეული, ეს B კატეგორია რო არის. დანარჩენი ყველა ჰორმონი არის C კატეგორია. ამიტომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ აუცილებლად სწორი დახმარების გაწევის შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქალბატონმა კარგად ისუნთქოს, ეს აისახება ბავშვის ხო ასე ვთქვათ განვითარებაზე, მისი სწორად მიიყვანოს ეს ასე ვთქვათ პერიოდი ძალიან რთული და საპასუხისმგებლო და ამ ხრივ მეორადი დისკომფორტი ამიტომ ვისაც ეს აწუხებს და გვისმენენ ჩვენი კოლეგები არიან თუ თვითონ ასე ვთქვათ ორსულები, არ მოითბინონ, ჩვენს ყველა კოლეგას ეს ინფორმაცია აქვს და აუცილებლად ასე ვთქვათ უნდა დაეხმარნონ და არ უნდა ვიყოთ ჩვენ რომ არ შეიძლება პრეპარატი და ესე რაღაცა მომლოდინე პოზაში და უნდა მოვითმინოთ. ეს არის აბსოლუტურად კატეგორიულად მიუღებელი. მოკეთ ცოტა ვრცელი პასუხი გამომივიდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროცენტულად ყველაზე ბევრი არის მაინც ორსულობის დროს რინიტი, ხშირად რომელიც ხდება. და მეორე ეს არის ჭინჭრის ციება, ურტიკარია. ეს შეიძლება ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მანამდეც გამოუცდია პაციენტს, მაგრამ აი ორსულობის დროს მაგალითად კანის ქავილი, ოღონდ პირველ ტრიმესტრია ვიძნა ლაპარაკი ხა მეორე და მესამისკენ უფრო კიდე სხვა დიფერენციაციას ვაკეთებთ, როდესაც ქავილს ადგილი შეიძლება ხოლესტაზი იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ აი პირველ ტრიმესტრში როცა მაქვს ხოლმე განსაკუთრებით ჩვენ ხო ხელოვნური განაყოფიერების დროს იცი რომ ვიყენებთ გარკვეულ პრეპარატებს სტიმულაციისთვის და ეს ესტროგენიც და განსაკუთრებით პროგესტერონი ჩვენ ყავდა ურთულესი პაციენტი მე და შენ ბოლომდე მივიყვანეთ და
ეხლა რო გადაწყვიტა ორსულობა ცოტა ვიზახი ჯერ მეოთხე ბიზნესს მეკითხე რომ ერე მოდი ჩემთან ანუ ელემენტარულად ერთ პროგესტერონზეც კი გახსოვს ალბათ ეწყებოდა საშინელი ჭინჭრისციება და ნუ ქავილით ყველაფრით გამოხატული აბსოლუტურად და მთელი ორსულობა მართე და ამ დროს მაინც უსაფრთხოდ შეიძლება პირველი ტრიმესტრიდან ბოლომდე იმ წამლით იყოს სხვანაირად არ შეიძლებოდა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ურტიკარიას ანუ ჭინჭრისციებას რასაც ვეძახით აქაც იგივე პრინციპი არის თვითონ დაავადების გამწვევის რემისიისან თქვათ რომ არაფერი არ იცვლება 50 დაახლოებით 30-20-ია 50-ს არ იცვლება 30 შვიდდება და 20%-ს უარესდება რომ შევხედოთ ესია სამწუხაროდ ჩვენ ერთი მთავარი პრინციპი უნდა ვთქვათ რომ საერთოდ თუ ალერგიულია პაციენტი ამ თვალსაზრისით ჯობია რომ აი როგორც თათია იქცევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სანამ დადგება ორსულობა იქამდე იყოს დაავადების მაქსიმალური რემისია და კლინიკური ასე ვთქვათ ზედამხედველობა უზრუნველყოფილი. ანდახან ეს ნაჩქარევად ხდება, ან მკურნალი და მეთვალყური ექიმი ვერ ითვალისწინებს ამას, იმიტომ სხვა პრობლემებშია კარგი გაგებით ჩართული და დარჩება მიღმა მისი ბაზისური დაავადება, რომელიც ხანდახან ადამიანს წლების განმავლობაში მოყვება და აი სწორედ შეიძლება ის პროცენტები იყოს, რაც მე დავასახელე და გაუმწვავდეს დაავადება. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული დილემას წარმოადგენს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აი ამ წამლებში ლავირების საშუალება, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი არა გვაქვს. ჩვენ მეუბნებით, რომ აქ დიდი არჩევანი არა გვაქვს, მე ბევრი წამალი მაქვს, მაგრამ ყველას ამ დროს ვთქვათ, ვერ გამოვწერ და ძალიან რთული საკითხია ეს. ამიტომ კიდევ ერთხელ თუ დაავადება მოყვებათ და არის ეს ქრონიკულად მიმდინარე, ჯობია რომ სანამ ორსულობა დადგება, იქამდე იყოს დაავადება მაქსიმალურად მართული და ამის ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს და მე შვიდად და ბედნიერად და ასე ვთქვათ, სწორად წარმართული ორსულობის პერიოდი. ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც თათიამ წამოწია და ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობს დაავადებათა კატეგორია, კანთან ასოცირებული, რომელსაც ჩვენ ვეძახით ორსულობის დერმატოზები. ანუ არ ჰქონდა არაფერი, დადგა ორსულობა და ამ იმუნოლოგიური ძვრების გამო ქალბატონს ამა თუ იმ პერიოდში ორსულობის ტრიმესტრების მიხედვით ეწყება კანის დაავადებები. ეხლა რა თქმა უნდა ეს უკვე მოცემულობაა, ორსულთა დერმატოზს ასევე უნდა სწორი ამოცნობა და სწორი შეფასებაც. ესეც კიდე გარკვეული გამოწვევა, რომ ყველაზე გავრცელებული დერმატოზი, რომელიც ორსულობის დროს ხდება, ეს არის ეგრეთ წოდებული მრავალფორმიანი პაპულოზურ ურტიკარული ტიპით მიმდინარე პუპ სინდრომსაც კი ეძახიან, ხო, პუპს ეძახიან შემოკლებით, იმიტომ რომ აბრევიატურა ესე მოიცავს და ძალიან წააგავს ჭინჭრისციებას, ანუ ამ ტიპის ურტიკარულ გამონაყარს, მაგრამ ბოლომდე ეს ამ დაავადების დეფინიციას არ შეესაბამება. იმიტომ რომ აღმოცენდა იმ ტრიმესტრში, რასაც ჩვენ ვამბობთ, ძირითადად უფრო გამახასიათებელია მუცლის ის ნაწილი, სადაც ყველაზე მეტად წამოწეული და კანი დაჭიმულია და ასე შემდგომ სერიოზული ქავილი ახლავს და უხშირესად პაციენტები საბედნიეროდ აი ამ უსაფრთხო ანტიჰისტამინური საშუალებებით და ლოკალური გამოყენების კორტიკოსტეროიდით ან დამამშვიდებელი და დამატენიანებელი კრემებით ან მალამოებით ვერევით ხოლმე და ძალიან ცოტა პროცენტს სჭირდება აუცილებლად გინეკოლოგს უთანხმებთ ხოლმე შეიძლება ხანდახან სისტემური დასალევი დექსამეტაზონის ან პრენიზოლონის ან მეთილპრენიზოლონის ტიპის პრეპარატის ჩართვა დაგჭირდეს. ამიტომ ეს პოლიმორფული გამონაყარი ორსულთა ძალიან საყურადღებო და ასევე მნიშვნელოვანია. ხშირად პაპულები არც ახასიათებს. ან ქრება ძალიან მალევე ქრება. ამიტომ არის ეს პოლიმორფული. ისიც არის წარმოდგენილი. ამიტომ პირველი რასაც შენ დახმარების ერთადერთი აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ტიპის გამონაყარი დედისთვის და ნაყოფისთვის არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ეხლა დანარჩენი შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, ორსულთა პემფიგუსი, ორსულთა სხვადასხვა დერმატოზები უფრო რთული, შეიძლება იყოს ეგზემა, რომელიც ამ დროს გამწვავდება და აი თათიამ ახსენა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთან მოდიან და ეს ასე უნდა ვთქვა, ქავილი, რომელიც ცოტა გვიან ტრიმესტრში დაეწყება და ძალიან ასე ვთქვათ, საყურადღებოა, იმიტომ რომ ეს ხშირად სპეციალისტებს მიღმად რჩება და არ არის შეფასებული, რომ ხო, ნაღლის მჟავების რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს ქალის სისხლში, ამას ბევრი მექანიზმი აქვს, მექანიკურიც კი რო ვთქვათ, რომ აწვება საშვილოსნო ნაღლებს და ხო, შეიძლება სტაზი გამოიწვიოს. სქელდება, აი თვითონ ნაღველიც თითქოს და ეს ნაღველი და ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაღლოვანი ტიპის, ანუ ქოლესტაზური ტიპის ქავილი, რომლისთვისაც აი ხშირად ანამნეზურათაც ეხლა ბევრი ალბათ მოგვისმენს და გვისმენს ორსულები, განსაკუთრებით
ხელისა და ფეხის გულების, განსაკუთრებით ხელის გულების ქავილია დამახასიათებელი. და ხშირად ეს ხელის გულები ძალიან გავარვარებული აქვთ ხოლმე. აი, როდესაც მეკავება, იქ ეს გავიკეთე, ეს მალამო, ის კრემი, შედეგი არა, აი აუცილებლად მე ვალდებული ვარ, რომ დავავალო ნაღლის მჟავების შემცველობა, იმიტომ რომ ეს უკვე ის მდგომარეობა, სტატიას მოეხსენება, სადაც უკვე ნაყოფზე შეიძლება იყოს მძიმე, სერიოზული გავლენა და აი როგორც მკურნალობა გინეკოლოგიაში ხა აღარ გადავალდა მიანობაში ეკლამპსიისა და პრეეკლამპსიის მხოლოდ ერთადერთია და ეს არის მშობიარობა, მეტი იმას წამალი არ აქვს. აი თუ ეს ხო, ნუ მე ვამბობ, ხო, ესე კარდინალურად რო ვთქვათ. როგორც კი ალერგიული, არავით არის ანტიჰისტამინური, უკვე ვიცით რომ ეს არის მესამე ტრიმესტრის ხოლესტაზი, რომელიც უკვე ძალიან საყურადღებო და თუ ეს რაღაცა ურსოდეოქსიქოლის მჟავები და ასეთი ტიპის დახმარებებით ვერ ეხმარებიან, შეიძლება ასე ვთქვათ საკითხი დადგეს უკვე ასე ვთქვათ მიანის ჩართვასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ხელის გულების ქავილი გვიან ტრიმესში დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ასე ვთქვათ დაიგნორებას, არ მიტანას ინფორმაციის თავის მეთვალყურე გინეკოლოგთან აუცილებლად კატეგორიულად გამორიცხავს და ყველას ვთხოვთ რომ ამას დიდი ყურადღება მივაქციოთ ხოლმე. ამიტომ არის პატრონაჟი მნიშვნელოვანი ერთი კიდე ჩაგერთვები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ორსულობის პატრონაჟი, ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია, უკვე საქართველოშიც, მე უკვე ამას დიდი ხანია ვაწარმოებ ამ, როდესაც ორსული პირველი დღიდან ბოლომდე და ორსულობამდეც აგერად აღნიშნა ბიძინამ, რომ პრაქტიკულად ყველაფერი უნდა ვიცოდე მის შესახებ და ძალიან მარტივია, რომ ამ დროს როცა მეუბნება, რომ ვარ ალერგიული ამ სიტყვის წარმოქმნის და ისედაც როცა იტყვის ჯერ მაშინაც არ იცის, რაზეა ალერგიული ბოლომდე, ამიტომ ბიძინას და საერთოდ ალერგოლოგის, ნუ ჩემთვის ახლა ამ შემთხვევაში ბიძინა ალერგოლოგის ჩართულობის გარეშე გამორიცხულია ხალხო, იქ საკეისრო შეიძლება დაგჭირდეს, იქ ანტიბიოტიკი შეიძლება დაგჭირდეს, ნუ პროგესტერონზე და ესტროგენზეც ხო ზღვა მოდის პლაცენტიდან. იმას ვერ ვაჩერებთ, კიდე ხელოვნური განაყოფიერების დროს დამატებით ვაძლევთ ამ პრეპარატებს, გორმონებს და ასე რომ აქ ალერგოლოგის ჩართულობის გარეშე და რა თქმა უნდა დიფერენციაცია. ეს არის მთავარი, რომ ექიმა უნდა აკონტროლოს ყოველ თვეს თავისი პრობლემა შეიძლება მოყვეს. თუ მაგალითად ეს ხოლესტაზი კიდურებით კარგად აღნიშნე და ხელების და განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურების მეორე შემთხვევაში ეს თქვენი დერმატოზები და ის პუპის ის არის მუცლიდან იწყება. ამიტომ პირველი აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი რომ აბსოლუტურად არავის კომპეტენცია შეიძლება, მაგრამ ბევრმა გინეკოლოგმა ეს არ იცის და არც არის სულ არ არის პრობლემა. როგორც კი ხედავთ რომ რაღაც ქავილთან არის, შეუძლია რომ არაჩვეულებრივი ალერგოლოგიის სკოლა გვაქვს საქართველოში. დერმატოლოგები შეიძლება ჩართონ. დერმატოლოგია, ალერგო ყველანი უნდა ჩაერთონ და გამოვრიცხოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძალიან პასუხისმგებლობა არ ეხებავთ გინეკოლოგს თუ რომელსაც მიყავს პატრონაჟი. მას შეუძლია როგორც თირკმლის პრობლემაა, ნეფროლოგი ჩართოთ, ღვიძლის პრობლემაა, გეპატოლოგია, ეს არ არის აბსოლუტურად პირიქით, ეს არის ყველგან თემ სოფლიოში მიღებული. ეს ატიპიური დერმატიტზე კიდე ერთი მინდა, რომ ძალიან ხშირად ხოლმე ვეუბნები, რომ როგორც ვიცი ალბათ, წყალი დიდი რაოდენობით ამას შველის და კანის სიმშრალე. აი ამასაც აქვს ესე იგი ჩვეულებრივი დამატენიანებლები, ამ დროს ისედაც დეგიდრატაცია ხარ, ძალიან დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს, მაგრამ იქ ორმაგი ჭირდება ყველაფერი, ჯერ მოცულობა სისხლის იზრდება ყველა და მეორე კონტეინერის სახით შარდის ბუშტის გარდა კიდე არის საშვილოსნო სავსე სითხით, ხო, წარმოიდგინე, იქ თირკმელი თუ ფილტრავს, აქ პლაცენტა, ის კი რამდენი სითხე ჭირდება, ვუხსნი, აი ორი კონტეინერი, ჯერ ის უნდა გავსო, მერე ის უნდა გავსო, ამიტომ წყალი ზღვა, კანიც რო არ დარჩეს მშრალი და ხშირად ხოლმე არ არის საკმარისი მარტო და შეიძლება ამ დროს გამოვიყენოთ, თქვა, აი ატიპიური დერმატიტების დროს, თქვა, აი კანის სიმშრალე და უკვე აი აქერცვლამდეც რომ ისტით ორსულებს, შეიძლება თუ არა გამოყენება რაიმე სხვა ლოსიონების ან ზოგადად ზოგად პრინციპს ვიტყვი ამასთან მიმართებაში, რასაკვირველია ორსულისთვის კანის მოვლა და დადიანება არის აუცილებელი პირობა. განსაკუთრებით ეხა ადამიანის კანის ტიპის მიხედვით თუ სიმშრალესკენ არის მიდრეკილი, აი ეს პირობები რაც ეხლა ვახსენეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, აორმაგებს და ასამაგებს იმის შანსს, რომ კანის გამოშვება მეორადაც მოხდეს. ხა კანის გამოშვების ჩვენ რატო გვეშინია, რომ კანი ძირითად სტრუქტურულ სახეობას და მის ძირითად ბუნებას შეიცვლის და დაკარგავს. ამას მეორადად ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება მოყვება და სიმშრალე ყველაზე ხშირი მიზეზია ქავლის განვითარების. რა თქმა უნდა, ქავლს მეორადე ექსკორიაციები და ფრჩხილებით კანის დაზიანება მოყვება, რასაც თავისთავად კიდე ქავილის შეგრძნება ემატება და მეორადად შეიძლება ინფექციის განვითარების რისკი განსაკუთრებით ეხა ზაფხულის პერიოდში ვართ უკვე და მეორადად ეს ოფლიანობის ნაწილი. ამიტომ დამატენიანებლების არჩევისას ერთი შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ დამატენიანებლებს აქვს რამოდენიმე, ასე ვთქვათ, თვისება. არსებობს დამატენიანებლები, რომელსაც ჩვენ ვეძახით დამხშობი, ანუ ოკლუზიური ტიპის დამატენიანებლები და ოკლუზიურებს შორის ყველაზე მაგარი და ჩემპიონი ეს არის, აი მარტივად რო ვთქვათ, არც ძალიან ძვირი ღირს, ეს არის აი თეთრი ვაზელინი, პეტროლატომი.
ვაზელინი არის ძალიან კარგი დამატენიანებლად ითვლება, იმიტომ რომ ოკლუზიას აკეთებს, ანუ რას აკეთებს? კანზე გადაეკრება და არ აძლევს საშუალებას ტრანსეპიდერმალური ჩემი საკუთარი წყალი რო დაიკარგოს. ანუ შენი კი არ ატენიანებს თვითონ. პრევენციას აკეთებს, რომ შენს ვერ დაკარგავ. ამიტომ ამათ ვეძახი ჩვენ ოკლუზიურ დამატენიანებლებს. უბრალოდ ერთი მინდა აქ ეს მედიცინა ხო წვრილმანების დარგია და მარტო წიგნიდან ამოკითხული არ ყოფნის. ოკლუზიური დამატენიანებელი თუ ადამიანმა ჩვენ ახლა არ ვცხოვრობთ სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც მუდმივად დაბალი ტემპერატურაა და სადღაც შოტლანდიაში და იმაში, ხო, ედინბურგში. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში, როცა ტემპერატურა იმატებს და ტენიანობაც იმატებს, ახლა თუ ადამიანი მაისიდან სექტემბრის ბოლომდე ოკლუზიურ დამატენიანებელს გამოიყენებს, ეს შენს ბუნებრივ ოფლიანობასთან ერთად, რომელიც გაძლიერებულია სიცხისა და ტენიანობის გამო, იმდენად დაახშობს შენს კანის ფორებს, რომ მეორადი გართულებები და ინფექციების რისკი უფრო გაიზრდება. ამიტომ ამ ტიპის დამატენიანებელი ორსულმა უნდა გამოიყენოს შემოდგომა ზამთრის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში რო ვცხოვრობთ. მეორე ტიპის დამატენიანებლები ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული დამარბილებელი საშუალებები, რომლებიც ძირითადად არის ზეთოვანი წარმონაქმნები, ეს შეიძლება იყოს თქვათ, იგივე თქვათ, კარაქი, შიის ცხიმი და ასე შემ შიის კარაქსაც ეძახიან მას და ბევრი მინერალური ზეთია, ხა ამას არ მივყვები. ეს ზაფხულის პერიოდში ყველაზე კარგი არჩევანია და მესამეც გვაქვს ასევე, ესეც უნდა ვთქვა, თან ატენიანებს, ოღონ ამათ ჩვენ ჰუმექტანტებს ვეძახით, ეს არის შარდოვანას, ანუ ურიას შემცველი და ლაქტატის შემცველი საშუალებები, რომლებიც ამ შემთხვევაში რას აკეთებენ? ჩვენი კანის სიღრმეებიდან ზემოთ ამოყავს, როგორც მაგნეტი ისე იწებებენ ამ წყლის მოლეკულებს. ესე იგი, ერთია ოკლუზია, რომელიც არ გვინდა ზაფხულის პერიოდში, ზეთოვანი დამარბილებლები და ჰუმექტანტები. ამიტომ ერთი მთავარი პრინციპია, რომ ზამთარში უფრო სქელი დამატენიანებელი, ზაფხულში არავითარ შემთხვევაში უფრო ლოსიონი და აქვაგელი და თხელი დამატენიანებელი და ასევე მნიშვნელოვანია უნდა გაითვალისწინოს ყველა ორსულმა, რომ ამ დამატენიანებლებს რაც უფრო კარგი ხარისხის არის, პარფიუმის შემცველობა და ზედმეტი ბალასტის შემცველობა, იგივე პარაბენი და ასე შემდგომ 1000 უბედურება ნაკლები შედის. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივეტანოთ ისეთი, აი მე სულ ვეუბნები ხოლმე მithumetes ალერგიისკენ როცა არის მიდრეკილი, რომ აი არ გააკეთოთ ის, რომელსაც ძალიან კარგი სუნი ასდის. ჩვენ კი გვიზიდავს ის, მაგრამ ამ შემთხვევაში ორსულობისთვის დამატებითი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს. მას თვითონ მოჰყვეს, შეიძლება კონტაქტური დერმატიტის განვითარება, ქავილის გამოწვევა, გაღიზიანება, იმიტომ რომ როგორც თქვით ორსულობა და ეს ჩვენი ლეიტმოტივი, ეს იმუნური სისტემის დროებითი დაქვეითებაა, ტრანზიტორული, იმიტომ რომ უცხო არ განდევნოს. ამიტომ ეს ყველაფერი ალაგდება და ნორმალური იმუნური სისტემა მშობიარობის მერე ქალს 2-3 კვირაში და 4 კვირაში უბრუნდება. ეს ძალიან სპეციფიკური მდგომარეობა, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იყოს ყველაფერი არჩეული. წამალიც, კრემიც, ლოსიონიც, მალამოს და ასე შემდეგ. მაგრამ დატენიანება აუცილებელია წყლის დალევასთან ერთად. წყლის დალევა არის. პირიქით ამ ხარესაც ეგრეა, ანუ ჭარბი ოფლიანობაც ხო აქვს, ანუ ჭარბი რაღაცები. ანუ ჭარბი ოფლიანობა თვითონ ქალბატონს თუ ახასიათებს? შეიძლება ახასიათებდეს, ეხა ეს უკვე კონსტიტუციურ ტიპზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა, ეხა კიდევ ერთხელ საუფლე ჯირკვლებზეც არის დამოკიდებული. ზოგს ჰიპერჰიდროზისკენ აქვს მიდრეკილება, ზოგს ლოკალური აქვს, ზოგს ხელისგული აქვს, ზოგს იღლი ამ აქვს. შემთხვევაში ამ შემთხვევაში დამატენიანებლებს მაქსიმალურად ვერიდებით და ვეუბნებით ხოლმე რომ სითხე მიიღეთ, იმიტომ რომ დანაკარგი ბევრი გაქვს და უფრო ჰიგიენურ აბაზანაზე გააკეთეთ, უფრო მეტი ყურადღება, რათა მეორადი გაღიზიანება კანის არ მოხდეს. რა თქმა უნდა და არის უკვე ისეთი დამატენიანებლები, რომ შეიძლება უკვე ცოტა ცხიმიანი კანისთვისაც იქ უფრო კანის ტიპის მიხედვით არჩევა. მიხედვით არჩევა შეიძლება. და ყველაზე მნიშვნელოვანი მივედით ახლა ჩემ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის ასტმა. როგორც ვიცი, თქვენ პროფესიიდან ჩვენ ესე გვასწავლეთ, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ბავშვი თქვენი პაციენტი იყო, რომ ალერგიული ბრონხიტი შეიძლება თუ არ მივაქციეთ ყურადღება ბავშვობაშიც გადაიზარდოს ასთმაში. რამდენად ეხლა აი урსულებთან მიმართებაში, აი ვაკვირდები და როცა ჩავეძიები ხოლმე ძალიან ხო, რომ არ ქონდათ თუ არა ბავშვობაში ეს ბრონხელური ისინი როგორ ხველა, ვთქვათ, რამდენჯერ ქონდათ თუ არა საერთოდ ასთმასთან რაიმე კავშირი ან გაგიგიათ ეს სიტყვა მოგისმენიათ, ხშირად რომელიც ამბობს რომ აღნიშნავს რომ კი მე ნამდვილად ქონდა ალერგიული ბრონხიტი და აი ალერგიული ასთმა, აი ჩამოყალიბ ალერგიული ასთმა არასოდეს შეიძლება რომ გადავიდეს, ვთქვათ, ორსულობის პერიოდში რამდენად მაღალია რისკი ალერგიული ასთმა ჩამოყალიბდეს ქრონიკულ იმაში გადავიდეს და დარჩეს აი მაგალითად როგორც ორსულობის დიაბეტი. თუ განვითარდა შეიძლება ყველაზე მძიმე დიაბეტში. აი ესე მაინტერესებს ასთმის მე არ მყოლია ეგეთი პაციენტი. შეიძლება გამოცდილება. მე ასთმასთან დაკავშირებით ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ასთმის მკურნალობის პარადიგმა და მიდგომა ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით შეიცვალა. რას გულისხმობს ეს?
მთელი მსოფლიო საზოგადოება, სამედიცინო თუ არასამედიცინო, ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ 40-50-იანი წლებიდან ასთმის, მკურნალობისა და შეტევის მოხსნის თავალი პრეპარატები იყო ეგრეთ წოდებული ცისფერი აეროზოლები, რომელიც ყველგან ამფერით არის, ასე ვთქვათ, მსოფლიოში და სალბუტამოლს შეიცავს, ან ვთქვათ, ალბუტეროლი ქვია მას ამერიკაში. ოღონდ ეს ალბუტამოლია, ალბუტეროლის და სინონიმებია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პარადიგმა შეიცვალა და დღეს ჩვენ გვაქვს პრეპარატები საბედნიერო ჩვენს ქვეყანაშიც, ოღონდ ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტი გვინდა და მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყნებში, რომ ასთმის მკურნალობაში შემოვიდა ესეთი პრეპარატები, სადაც ამ სწრაფი სპაზმის მომხსნელ ნივთიერებასთან ერთად წამალში უნდა იყოს აუცილებლად დაბალ დოზიანი საინჰალაციო სტეროიდი. მოკლედ, ანტიბადი წამალი და სპაზმის მომხსნელი წამალი ერთ ფლაკონში უნდა იყოს მოთავსებული. ეს ძალიან დიდი მასშტაბის მულტიცენტრული რანდომიზირებული ყველაზე მაღალი დონის კვლევებით დადასტურდა, წყალგაუვალია, რომ თუ ჩვენ შევადარებთ, ვინც მოიხმარს მარტო ცისფერ სპაზმის მომხსნელ აეროზოლს, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც მოიხმარს, სადაც სპაზმის მომხსნელია და ანტიბადიც არის, ანუ ორი წამლის ერთობა, გაცილებით ნაკლებია მათი ჰოსპიტალში მოხვედრის ალბათობა, გაცილებით ნაკლებია ვინც სალბუტამოლს მოიხმარდა იმასთან შედარებით, ძიმე გართულება და აღარ ვამბობ, ეს სიტყვას ვერ იდები, მაგრამ ლეტალობით მიმდინარე ასთმა. თითქმის 60-70%-ით შეამცირა ამ წამლებმა. ეხლა გადავიყვანოთ ეს ორსულობის შემთხვევაში. ორსულობის დროს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი რაც არის, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა ხშირად, კიდევ ერთხელ ამას უბრუნდებით, ორსულს და ხშირად მის ექიმს ეშინია ადეკვატური მკურნალობის მიმდინარეობის. განსაკუთრებით თუ ეს წამალი არის ჰორმონის შემცველი, რაც მე ვთქვი სამკურნალო და ანტიბადი, ეუბნება, რომ მოდი თავი ხო არ შევიკავოთ დასაწყის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენებისგან. ჩვენი ყველა გზამკვლევი, რაც კი არსებობს, ბოლო 10 წლეულების განმავლობაში შექმნილი და ყველგან ასთმის გაიდლაინში, თუ გზამკვლევში, თუ ასე შემდგომ, რაც არის პრაქტიკულ რეკომენდაციაში, ცალკე თავია ორსულობა და ასთმა. ყველგან ეს განუყოფელი ნაწილია, როგორც ბავშვი და ასთმა, როგორც ასე ვთქვათ, სხვა კომორბიდობა და ასთმა. ორსულობის დროს ერთი მთავარი პრინციპია. ქალი თუ არის სწორად მართული ასთმით, მას არ აქვს სუნთქვის გაძნელება, მას არ აქვს გულმკერდის შებოჭილობა, მას არ აქვს მსტვინავი ხასიათის ხიხინი, ეს ასთმის სიმპტომებია და მშრალი ხველა, მისი მდგომარეობა ორსულობის გამოსავალი, რომ ნაყოფი არ დაზიანდეს, რომ არ იყოს ორსულობის შემდგომი პრობლემა, ნაყოფის განვითარების რეტარდაცია, ანუ შეფერხება, შემდგომ ჰიპოქსია, შემდგომ სეფსისი, შემდგომ ყველაფერი ცუდი, ეს გადის იმაზე, რომ მისი ორსულობის დროს ასთმა იყოს სწორად მართული. ამიტომ არავით არის ზიანი ამ წამალს გარდასარგებლისა ორსულთან არ შეიძლება რომ ჰქონდეს. ალერგიული ბრონხიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ალერგიული ბრონქიტი და ასთმა. მოდი ამის გამრჩევი არა ვარ მოდი, თქვენ. ხო, ეხლა ესე გავარჩიოთ. ესე გავარჩიოთ ეხლა ჩვენ. რა თქმა უნდა, საქართველოში რო ეკითხები, არავის არაფერი არ ჭირდა მანამ. ეს ხო იცი? მე საერთოდ მაგ ჩემი სამედიცინო ინფორმაციის შეგროვების დროს ეს რაღაცა ხრიკი კითხვები. საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეს ახასიათებს ეს ასთმის დიაგნოზი იყო სტიგმატიზირებული. ხო, რაღაცა. ოღონდ ადამიანს ასთმის დიაგნოზი არ ჰქონოდა და ყველაფერს იგონებდნენ ექიმები და თვითონ ოჯახის წევრებიც კი, რომ ეთქვათ, რომ ჩემს შვილს, ისა მეუღლეს, ჩემს ქმარს, ჩემს სოლს ასთმა კი არა აქვს, ალერგიული ბრონქიტი აქვს. ხო და რატო შევოდნენ? იმიტომ რომ ასთმა სიტყვა იყო შიშს იწევდა, იმიტომ რომ ასთმა რადგანაც არ არსებობდა ათეულობის წლების განმავლობაში ადეკვატური და კარგი პრეპარატები მსოფლიოშიც კი ხშირად სიკვდილობასთან იყო ასოცირებული. ამ განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში თუ ასთმა ვითარდებოდა, ოჯახები ცდილობდნენ, რომ წამალი არ იყო რეალურად და გადმოსახლებული იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში. ამიტომ მე ესე ვეუბნები ხოლმე, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს მიღებული ტერმინია. აი, როდესაც შვილს მოიყვანენ, ან თქვათ ახალგაზრდა, ან თქვათ და მშობლები მოყვება, რომ ვეკითხები ხოლმე. თქვენს ოჯახში ვინმეს ხო არ აქვს სუსტი ბრონქები? ანუ ასთმა. აი ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ასთმა, ამიტომ ამაზე ამყვებიან ხოლმე, ორხმად, ერთხმად, რომ კი სუსტი ბრონქები გვაქვს სიტყვიან. ოღონდ ასთმა ძალიან კაი რამე მასწავლე. ასე უნდა უთხრა. როგორ აქამდე არ ვიცოდი. აი ეს უნდა გავამჟღავნოთ ეხლა, ხო და ყველა მიცოდეს, რომ აი სუსტი ბრონქი, რასაც ეძახიან ჩვენი მოსახლეობის, ბევრი, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი
განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ზონებში, სადაც გამონაბოლქვია, ხა თბილისიც ხო უკვე რეალურად ურბანული ცენტრია, სადაც არავითარი ჰაერის გაუმჯობესება აქვს, წამოვედი ქუთაისიდან და სადღაც მივატოვე წალენჯიხაში სახლი და თბილისში ვცხოვრობ, უბრაზდები ასეთ პაციენტებს ორსულია თუ ბავშვია. აქ ვეუბნები რომ ეს იყო კარგი 70-იან წლებში, 3 მანქანა რო დადიოდა ამ ქალაქში და 5 ბინა რო შენდებოდა მთლად წლის განმავლობაში. ეხლა აქ ჩამოსვლა წალენჯიხიდან და ფოთიდან არის დათური სამსახური. ანუ ცუდი რამ თქვენთვის იმის, რა ვიცი, ფაუსტის ქორწინება რო იტყვიან, ანუ არასწორი ამბავია. ამიტომ თუ გადმოხვალთ ვეუბნები, წადი და სადღაც ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში დასახლდი ვეუბნები. იქ რა გამაჩერებს. გადასარევი. ხო, აი იდეალურია და ამიტომ ერთი სიტყვით ალერგიული ბრონქიტი უნდა ამოვაგდოთ ეს ცნება. შეიძლება გამოკითხვის თვალსაზრისით, აი კიდევ ერთხელ რო გადაიაზროს ჩვენმა, ასე ვთქვათ, მაყურებლებმა სუსტი ბრონქებს თუ ინმეს ეუბნებოდნენ ბავშვობიდან, აი ჯობია რომ ორსულობის დადგომამდე შემოწმდეს, ადეკვატური თერაპია შეირჩეს და ეს წამალი კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არავითარი ზიანი, აი კატეგორიებში რო გადავიყვანო, ეს ანტიანთებადი, ახალი წამლები თარო სპაზმს ხსნიან, B კატეგორიის პრეპარატებია. ანუ ნაყოფზე ჩასახვის პირველი დღიდან ბოლომდე შეიძლება მათი გამოყენება. ამიტომ ორსულობის დროს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ აი რაღაცა პროფესიულ ემას უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენი კოლეგები ცოდავენ აქ ყველაზე მეტად. აი როგორც ვაქცინაციაზე იყო, ხო, ყველაზე მეტი ანტივაქსერი იყო ჩვენში. მე და ვიცრები, იმიტომ რომელმა ექიმა გამოგიშვა ყველა ჩემ ორსულს 40 ორსული დაიღუპა, ხო? 40 არ იყო და ახლა ეგეთი მცნება მე მგონი სოფლიო შერზა და როგორ რო გავაგზავნიდი ბიძინა მიცის მე ყველა ჩემი ასისტენტმა საერთოდ არ უშვებდი ორსულს რა უცრელი ყოფილიყო და მით უმეტეს ახლა კიდე გრიპის ვაქცინაცია და როგორ ასე ვთქვათ აკეთებს ამაზე აქცენტს. მოკეთ ერთი სიტყვით თუ ეს მოვლენები გვაქვს ასთმასთან ასოცირებული, ხა ასთმის თვითონ ვარიანტებს თუ შევხედათ, ეს ზოგადად საინტერესოა, ალერგიულ ბრონქიტს არ ვამბობთ ამ სიტყვას, როგორც გითხარით. ასთმა არის ესეთი მოცემულობა, მარტივად რო ვთქვათ, მისი სხვადასხვა ვარიანტი, ანუ ფენოტიპი არსებობს. ყველაზე უფრო გავრცელებული ფენოტიპი არის ალერგიული ასთმის ფენოტიპი, რომელიც ბავშვობიდან ეწყება, ასე ვთქვათ, უმრავლესობა ადამიანს და მასთან ახლავს ან ეგზემა კარის დამოდება ჰქონდა, ან ცხვირთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. ეს არის ყველაზე ადვილად ამოცნობადი ვარიანტი ასთმის. ეხლა მთავარი პრობლემა ჩვენ ორსულია თუ არაორსულია, მაგრამ ტრიალებ ჩვენ ორსულობის ირგვლივ, არის თუ ეს ასთმისთვის დამახასიათებელი პრობლემები გვიან ასაკობრივ ჯგუფში იწყება, ანუ 30 და პლუსი. აი ამ შემთხვევაში ცოტა ასთმის შინაარსი შეცვლილია, იქ შეიძლება ადამიანს მტვერზე, მცენარეზე და ძაღლზე და კატაზე ალერგია საერთოდ არ ჰქონდეს. ეს არის ეგრეთ წოდებული ენდოგენური ასთმის ტიპები, როცა ეოზინოფილები, ესეთი უჯრედები გვაქვს ჩვენ, ისინი მიდიან და გროვდებიან ამ სასუნთგზებში. ცხვირის ლორწოვანიდან და სინუსებიდან დამთავრებული ბრონქიალურ ხეში და შეიძლება საყლაპავის ქსოვილშიც კი ამას ეოზინოფილური ეზოფაგიტი ქვია. ანუ პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასთმა, ეოზინოფილური ეზოფაგიტი და ქრონიკული რინოსინუსიტი ერთი დაავადებაა შინაარსით. აი ესეთი რამ უნდა ვთქვა. ამიტომ განსაკუთრებით თუ გვიან ეწყება, ჩვენ გვაქვს ფენოტიპი და ბოლო პერიოდში გამოიყო ასთმა გამოწვეული სიმსუქნით. აი პირდაპირ ეს ხო. რა თქმა უნდა, აი თვითონ ეს დაბალი ხარისხის ანთება, ქრონიკული და მუდმივი სიმსუქნე და ის აყალიბებს ქრონიკული ანთება, ის აყალიბებს ამ ასთმას. რა თქმა უნდა და ჩვენ იქ საერთოდ არ ვეძებთ მტვერს, ნესტს და რაღაც კლასიკურ ალერგიულ გამომწვევს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ორსულობის დროს თუ ეს ფაქტორებია, რა თქმა უნდა, ჭარბი წონა ხო საერთოდ. ისედაც ორსულობას ხო თავისთავად წონის მატება ახლავს და რაღაც რეინჯი, ანუ ფარგალი არსებობს, მაგრამ ყველა ხო ამ ფარგალს ვერ იცავს სამწუხაროდ. ვცდილობ რომ შემოვავლო ეგ ფარგალი და ხო, არა რთულია, მაგრამ ერთი უნდა იცოდეს ყველა ორსულმა და მით უმეტეს მის მექიმა, რომ თუ ეს სიმპტომები მას აქვს მინიმალური, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო ტრიმესტრი მოიმატებს, რაც უფრო ნაყოფის მოცულობა მოიმატებს, რაც უფრო დიაფრაგმაზე მოწავა, მისი სუნთქვითი ექსკურსია შემცირდება. სუნთქვითი მოცულობა, ჩვენ როგორ აგვაქვს მოწყობილი, ჩვენ რაღაც ჰაერს შევისუნთქავთ, მაგალითად ეს იყო ხა 10 ლიტრი ჰაერი და ადამიანი ფორსირებით, ანუ სწრაფად თუ ამოვისუნთქავ, მთელი ჩასუნთქული ჰაერის 80% თუ მე ასთმა არ მაქვს, პირველ წამში უნდა ამობრუნდეს უკან. ეს არის 80%. მაგრამ ორსულობის დროს ეს ტევადობა 10 litrიდან ჩამოსულია 7 და 8 litrზე და ფორსირება, რომ უკან ამოისუნთქოს პირველ წამში. რა თქმა უნდა, პირველ წამში 80% არ არის. ბუნებრივადაც კი დაქვეითებულია და სპაზმისკენ არის მიდრეკილი. ამიტომ ამას კიდე რეფლუქსი, გასტროეზოფაგალური ემატება, რომელიც მეორადაც სასუნთქ სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს, ხო? ამას ახლა აღარ გავყვები. შესაბამისად, ვთქვათ, რომ არის ასთმის სიმპტომატიკა, პაციენტი უნდა იყოს მოვლილი,
პაციენტი უნდა იყოს სწორად კონტროლირებული. ერთი პრობლემა გვაქვს კიდე და ამასაც ვიტყვი. განსაკუთრებით ადრეულ ტრიმესტრში ძალიან ვერიდებით ასთმის სადიაგნოსტიკო თუ მოვა პაციენტი და გვეტყვის ჩვენი კოლეგა თვითონ პაციენტი რომ მე თითქოს არ ვაქცევდი ამას ყურადღებას და ეხლა უკვე ძიმეს უნთქვა მაქვს და ვერ ვჯდები და ვერ ვწვევი და ვერ ვიძინებ ადეკვატურად. ჩვენ ძალიან გვიჭირს ასთმის მთავარი სადიაგნოსტიკო ტესტის გამოყენება თამამად. ეს არის სპირომეტრია. სპირომეტრია არის ძალიან ძლიერი ძალისხმევაზე მიბმული ტესტი. და მე ხა მას რო უცხარო 10 მანევრი მაქვს ჩასატარებელი, შეიძლება მას მოხვდეს სერიოზული, აღარ ვიტყვი ამ სიტყვას, ნაჩქარები რაღაცების და ნაადრევის დაწყება. ამიტომ კიდევ ერთხელ თუ არა მარტო მექანიკურად შეიძლება რაღაცები პროცესები დაძრას. ამიტომ ჩვენ გვაქვს გარკვეული ლიმიტაცია და შეზღუდვა. ამიტომ ჯობია რომ პაციენტი იყოს მოვლილი სანამ ორსულობა დადგება, კონტროლზე მისი დაავადება, წამალი სწორი დოზით შერჩეული, სწორი ფორმით შერჩეული, იმის გათვლით. მე ბევრი პაციენტი ყავს საერთო თუ არასაერთო, როცა მეტყვია რომ ჩვენ ეხლა ამ კურნალობას ვიწყებთ, მოგდებთ და მოგყვებით ბატონ ბიძინა, მაგრამ გვინდა რომ ეხლა ესეა თანამედროვე წყვილები. სექტემბრიდან გვინდა რომ ჩვენ ოჯახის ასე ვთქვათ მეორე შვილის გაგეგმა. ეს წამალი მე აუცილებლად გავაკეთებ ჩანაწერს. აგვისტომდე სვავ ამას, სექტემბერი დადგება, იწყებ ამ წამლის დალევას. მე წინასწარ ვუწერ პაციენტს აი ამ გეგმას და ამ სქემას ვარგებ, დადგება ორსულობა თუ არ დადგება, მან იცოდეს ალტერნატიული სქემა, რომელიც ორსულობისთვის იქნება. ეს გვაზღვევს ჩვენ, რომ მას ასე ვთქვათ, მერე სიურპრიზები არ დახვდეს. ეს არის მთავარი. და რამდენად შეიძლება, რომ ორსულობისგან იყოს პროვოცირებული? აი ვთქვათ, არ იყოს და იყოს არც ჭარბი წონისგან, არც საერთოდ რო არ ქონოდა ეს სუსტი ბრონხები, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ორსულობამ განაპირობოს, ვთქვათ, ალერგიის გარეშე. მოდი ესე ვიტყვი. ფარულად მიმდინარე, აი ესეთი თუ არსებობს. თქვენ რაც ახსენეთ, თათია, ორსულთა ეს დიაბეტი არსებობს, ეხლა ორსულთა ესეთი ასთმა, ორსულობის გამო აღმოცენებული არ არსებობს. აუცილებლად არსებობდა რაღაც ფარული ფაქტორი, რომელმაც ამ იმუნოსუპრესიის და აი ამ მექანიკის შეცვლის გამო უბრალოდ მანიფესტაცია გამოავლინა. ხო ეს ესეა. რა თქმა უნდა. იმიტომ გეკითხე. ორსულობა როგორც მოვლენა არ არის ასთმის ფენოტიპებში განხილული. ხო, ეს გამორიცხული ამას კატეგორიულად და ასე ვთქვათ, რაღაცა იყო ფარულად მიმდინარე უბრალოდ ჩვენთვის და ამან კიდე მისცა პროვოცირება. რა მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით კიდევ როგორც არის ალერგიის როგორც ვეძახით ვაქცინაცია. ანუ როგორ ეძახით ამას, აი ბეწვზე, კატის ბეწვზე. ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია. იმუნოთერაპია, ალერგიის მიმართ. ალერგიის მიმართ, ხო? იმუნოთერაპია, მეტყვი ხშირად მეკითხებიან პაციენტები, რა თქმა უნდა, ორსულობის დროს გამორიცხულია. მე ამას რო ვიწყებთ, რამდენი ხნით ადრე უნდა დავიწყოთ, რომ ნებისმიერი ეს ფონი მაინც ასე თუ ისე, ხა ვიცი რომ მთლიანად ჩახშობა მისი არ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოვამზადოთ ორსული, აი ასეთ რომელსაც ყველაფერზე, მცენარეზე, ამ სეზონურ ყვავილობაზე, ბეწვზე, კატის, ძაღლის, ყველაფერზე, როდესაც აქვს მტვერზე. აი რამდენი ხნით ადრე შეიძლება? მოდი ესე განმარტებას გავაკეთებ, რომ არ დაიბნეს ჩვენი მსმენელი, რაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. ჩვენ გვაქვს ესეთი მეთოდოლოგია მკურნალობის, ჩემს დარგს მსოფლიოში, უკვე 115 წლის ისტორიით არის ესა, 1911 წლიდან ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია ქვია მოვლენას. ამას მხოლოდ ჩემი დარგის და სპეციალობის ექიმები აკეთებენ მთელ მსოფლიოში. რა არის ეს რა მოვლენა? როდესაც ადამიანს აქვს ალერგია რაღაც კონკრეტულ დამნაშავეზე, მეორე გარდა ალერგიისა ეს არ არის ლატენტური სენსიბილიზაცია, კლინიკურადაც უვლინდება ამ ალერგენთან შეხებისას რაღაც, ან ცხვირი ეჭედება, ან სურდუაკან ასთმური შეტევა ეწყება, ან თვალები ეკავება და ეცრემლება, განსაკუთრებით თვალი ცხოველებს ახასიათებს, კატას განსაკუთრებით. ხო, ამ შემთხვევაში თუ ეს სიმპტომები ძალიან რთულად სამართავია სტანდარტული წამლებით, ან ბევრი წამალი სჭირდება, ან უბრალოდ ადამიანს სურვილი არ აქვს მთელი წლის განმავლობაში წამალი დალიოს. ამ სამი ფაქტორის ერთობლიობის შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს ალერგენთან დამეგობრების პროგრამას და თერაპიას. ეს არის ძირითადად ევროპული და ამერიკული წარმოების იმუნოთერაპიული საშუალებები, ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა ეს ყველასთვის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ეს არის პრობლემა, რომ ყველას გონია, რომ ეს ატომღაც ვაქცინაციასთან არის პირდაპირ ასოცირებული. ვაქცინაცია ზოგადად ითვლება არის პრევენცია, როცა ავად არ ახარ, რაღაცას იკეთებ, ანტისხეულებს გამოიმუშავებ, რომ ის რაღაც რო შეხვდება, მერე გაუმკლავდა შენი ორგანიზმი. ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია ეს უკვე დაავადებული ადამიანების მკურნალობაა. ჩვენ პრევენციულად რო არ გაგიჩნდეს ალერგია, ამას არავის არ ვთავაზობთ. უკვე ავად რო ხარ, უკვე ალერგენი რო გაქვს, უკვე ამოცნობილი როა, ბევრი წამალი რო გჭირდება, მაშინ ვთავაზობთ. მოკეთ, ბევრი რო არ გავაგზელო,
ამ მეთოდის ორი ფორმაა. ენის ქვეშა წვეთია და საინექციო ფორმა. ცოტა დამღლელი და გრძელი მეთოდია. 3 წელი გრძელდება და რადგანაც ახლა ჩვენ ეს ორსულს უნდა მივაბათ, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. ორსულობის დროს მისი დაწყება კატეგორიულად არ განიხილება. მაგრამ რეკომენდაცია ესეთია: თუ დაწყებული იყო იმუნოთერაპია, ორსულობის დადგომის შემთხვევაში მისი შეწყვეტა არ განიხილება. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. რატომ არის მთავარი სიფრთხილე მისი დაწყების და ინიცირების კატეგორიულად აკრძალვასთან დაკავშირებით? ალერგენი შევყავს ჩვენ ორგანიზმში. ხო შეიძლება თეორიულად ორსულს დაემართოს სისტემური ალერგიული რეაქცია. პირველად როცა ხდება. დიახ, რო დავიწყოთ აი ორსულობის დროს. ორსულობის დროს არ უნდა ხო, აი დავიწყოთ. ორსულობის დროს რო დავიწყოთ, ხო? შანსი ჩნდება და რისკი იმის, უფრო სწორედ, ეს სწორი სიტყვა უფრო რისკია, რომ ჩვენ სისტემური ალერგიული რეაქციის დროს დასჭირდეს ადრენალინის გამოყენება. ადრენალინი დიდი ალბათობით აბორტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი იქნება. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ ალერგენთან დამეგობრებულია 2 წელი და 3 წელი გრძელდება და უკვე თქვა 2 წელი და 3 თვე იკეთებს, ჩვენ ორსულობის დროს ამას ბოლომდე მივიყვანთ აუცილებლად, მაგრამ ორსულობის დროს არავითარ შემთხვევაში არ დავაწყებთ. აი ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გაგრძელება შეიძლება. მე მგონი უნდა შემეწყვიტა. გაგრძელება აი რაღაცა რეკომენდირებულია. არ ჩაგვივარდა მე და შენ ეს რომ ხო, გასაგებია. ამაზე გვესაუბრა და ეხლა მოგვეცა შანსი. აი იმიტომ სულ მაინტერესებდა და კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ზაფხული იწყება და ჩემი სიმწარე და შენ რო ღამე არ გაგაღვიძო ყოველ წუთში. ხო, მითხარი. კრაზანა და ფუტკარი. ეხლა ის გასაგებია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? აი ნაკბენი. დიახ. თუ არ არის, რა თქმა უნდა, მე ვეუბნები პირველ ეტაპზე ანტიჰისტამინური მიიღოს, თუ მანამდე არ ქონია არანაირი პრობლემა და უკბენია ან კრაზანას ან ფუტკარს და უბრალო ანტიჰისტამინური ჩავლილა ყველაფერი და ოდნავი შეშუპება. რა თქმა უნდა, არ არის საპანიკო. მაგრამ თუ აი რა დროს არის, როდესაც უნდა აუცილებლად მივაკითხოთ სამედიცინო იმას აუცილებლად არ დავტოვო სახში და ესე იგი, მარტივი კბენა, რომელიც შეიძლება იყოს ქინქლისგან, ყოღოსგან, რაღაცა ვიცი, ჭიანჭველისგან, ამით გამოწვეული კანის გაღიზიანება და სიცითლე არავითარ რისკს ადამიანს არ უქმნის. ეს უნდა დავივიწყოთ. დიახ, ეს ვიცი. თავარი რისკის მატარებელი ინსექტები არიან ფუტკრები, ბზიკები, კრაზანები და ნუ აი დასავლეთ საქართველოში ეს დიდი ბზიკია ბაზს ეძახიან, ხო, bubble, ესე ქვია მას, ასე ვთქვათ, ინგლისურად. აი ესენი არის რისკის მატარებელი. თუმცა ყველა ადამიანმა ესე არ უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს თუ მიკბენს, მე რაღაცა ეხლა გამოსავალი არის პესიმა და ღმერთმა დაგვიფაროს ეს. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ ესეთი რაღაც. თუ ადამიანს აქვს დანესტურა, მაგათაც ფუტკარმა მიკბინა. პირველი, თუ ორსულია განსაკუთრებით, ძალიან უნდა მოერიდოს ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ფუტკარი შეიძლება ახლოს იყოს, ან მოვიზიდო მე. ეხლა მაგას ნოიტო. არა, მე ერთი რაღაცა უნდა ვთქვა, შეხედე თუ ალერგიული განწყობის ადამიანია, ზოგადად ვამბობ. გასაგებია. აი, ფუტკერები სად მიდიან? სადაც ხილი დაჭრეს, დათალეს და იქვე დაყარეს ირგვლივ. აი, ამას ვამბობ. მიხვდი, ამას ამ გარემოს მოერიდნონ. მაინცა და მაინც რაღაცა ყვავილებით მოკარგულ კაბას ნუ ჩაიცვებს, რომელიც ფუტკარს იზიდავს. ბუნებრივია იმას ის აღიქვამს როგორც ყვავილი და მოდის შენსკენ. ჩაიცვე ერთი ფერის და სადა, თეთრი მაგალითად, საერთოდ არ მოგეკარება ბუნებაში როცა ხარ. ამიტომ პირველი ეს გაითვალისწინო. პრევენცია. მეორე, გვიკბინა. ძირითადი რეაქციების 99% არის ლოკალური. ანუ სადაც მიკბინა, იქ დარჩება. ამ შემთხვევაში რაც თათიან ბრძანა, ორსულისთვის ნებადართული, აი B კატეგორიებზე რო ვისაუბრეთ, ანტიჰისტამინი, ლოკალური ცივი კომპრესის დადება, თუ მე ფუტკარმა მიკბინა, ფუტკარი კრაზანისგან და ბზიკისგან იმით განსხვავდება, რომ იქ ნესტარს ტოვებს ძირითადად. ამიტომ ამ ნესტრის ამოგდება, სადაც ყველაზე მეტი შხამი იყო და ჰიალურონიდაზა იქ ყველაზე აგრესიული შხამი, ეს მე ძალიან მომწონს, რითი ამოვიღო ეს ხშირად მეკითხებიან და სადღაც ამერიკულ რეკომენდაციაში, თორე ეს ყველა ადამიანს აქვს და თანამედროვეობა ამას პლასტიკური ბარათი უნდა წავი. არც გაგჭრის და თან ძალიან ადრე იყო დანა უნდა წავი. აი აქ მიკბინა ერთხელ და დანით ამოიღო. დანით და მაწონი დამადო და ეგრევე ჩახ. ცივი. ხო, ცივი. ეხლა არის პლასტიკური ბარათის, ასე ვთქვათ, რამოდენიმე მოძრაობით წასპ. ყველას აქვს პლასტიკური ბარათი, ხო? უკეთესად ამოიღო. ერთი სიტყვით, ლოკალურად ეს სიცივე, ანტიჰისტამინი და ეს საკმარისია. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ლოკალური რეაქცია მისცა 10 სანტიმეტრს გაცდა, ან ამას ექვია დიდი ლოკალური რეაქცია. მაშინ აუცილებლად ექიმთან კომუნიკაცია უნდა გააკეთოს, ორსულია თუ არა ორსულია. შეიძლება სტეროიდი ჩვენ დავალევინოთ ან საინექციოდ მივცეთ და ისიც კი უთხრათ, რომ მეზობელ ახლო ამბულატორიაში წავიდეს და რამოდენიმე საათი იქ დაყოლმდეს. თუ ნაკბენისას რამოდენიმე წუთში
განვითარდა მოცილებულ ადგილზე რეაქცია, სადაც არ უკბენია, აი ვთქვათ მიკმინა ხელზე და უცებ იდაყოზეც დამეწყო ქავილი და გამონაყარა. ადგილსაც მნიშვნელობა აქვს. ხო თავის არე ზედაკიდურები რომელიც რა თქმა უნდა, სახის არის განსაკუთრებით გვეშინია. ხო, განსაკუთრებით სახესთან ახლოს. თუ რეაქცია ნაკმენის შემთხვევაში არის მოშორებულ ადგილას, სადაც არ გიკბინათ ამ ტიპის ასე თქვა წერმა და ინსექტმა, მაშინ აუცილებლად არის საყურადღებო. მე აღარ ვამბობ ეხლა თუ ადამიანს განუვითარდება ამ კბენის შემდგომ, ან მუცლის ტკივილი, ან ღებინება გამონაყართან ერთად. სუნთქვის გაძნელება, ხელში მოჭერის შეგრძნება, ეს უკვე აუცილებლად საჭიროებს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ადრენალინის ჩართვით და 112-ში უნდა დაირეკოს აუცილებლად. მაგრამ ესეთი რეაქციების რისკი ძალიან დაბალია და თუ ადამიანს არასოდეს ეს არ ქონია, ჩვენ ესეც სიტყვას ვხმარობთ ჩემი დარგის ექიმები, გადატანილი ანაფილაქსია. თუ ხა გადატანილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ აქვს, ხა ადრენალინით შეიარაღდეს მთელი დექსამეტაზონის ამპულაც რო ედოს. ნებისმიერი სტეროიდი პერორალური ფორმით იქნება, დასალევი ფორმით იქნება. შეიძლება უპრობლემოდ. შეიძლება უპრობლემოდ ანტიჰისტამინთან ერთად. ერთად, რადგან ბევრჯერ გამიღვიძებია ბიზნეს შუაღამისას დამირეკია, ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ თავიდან ვერ ხვდებოდი ჩვენ ანამნეზის შეკრებაც საერთოდ მოყოლაც უჭირს გადმოცემაც და განსაკუთრებით ემოციური ვარ, ვაიმე, всё, ვეღარ სუნთქავ, გეუბნება, სუნთქვა ხო არ გიჭირს, იმ წუთში უჭირს, ამიტომ მე მირჩენია იმის ნერვიულობას, მივცე ერთი ტაბლეტირებული თუ ის კორტიკოსტეროიდი, ვიდრე მან ინერვიულოს და მთელი 2 დღე ამაზე იფიქროს და ამიტომ სანამ ამბულატორიუმდეც მიაღწევს ამბულატორია. და კიდე ერთი შეკითხვა, სეზონური გრიპის ვაქცინაციას ვიწყებთ 6 თვის ბავშვებიდან და განსაკუთრებით ყველა კარდიო პრობლემებით იქნება თუ მოწყვლადი ჯგუფით ირკვლის პრობლემა არ აქვს არანაირი უკუჩვენება. 10-რას ერთი შეკითხვა მაქვს. იყო ადრე ესეთი შეხედულება და ეხლა ვიცი რომ წავიკითხე კიდევაც და უკვე მოწოდებულიც არის და სოფლიო რეკომენდაციაც რომ იყო კვერცხის თუ კვერცხის გულზე ან იმაზე ქონდა ალერგია ადამიანს უკვე პირდაპირ უკუჩვენება ეს აღარ არის. უბრალოდ მაგრამ მაინც მეთვალყურეობის ქვეშ ჯობია აიცრას. ჩვენ ყავდა ეხა ერთი პაციენტი, იქ ხო არა იცრა, მე გაუშვება იმასთან, რა ქვია, ბიძინასთან, არც იქ არა იცრა და დამირეკა და მითხრა, დაანებე, ის ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად მზად, შეიძლება იმშობიაროს დაადრევა, დაანებე, თავი ჯობია რომ არ ავცრად, არის ეგეთები. ხო, ნუ საერთოდ ეს ვაქცინები არის რაღაც ტიპის მასთან კვებით კომპონენტებთან ასოცირებული, აი რაც ახსენათ, ამ კვერცხთან არის ასოცირებული, იმიტომ რომ რაღაც კვეთრის ემბრიონზე იზრდება ეს ვირუსი, ამაზე, ხო? ძალიან ისეთი მინიმალური და კვალისახი შედით. ამიტომ რაც არ უნდა ალერგიული განწყობის ადამიანი იყოს, დღეს უკუჩვენებათ მაინც გრიპის ვაქცინაცია მისთვის კვერცხის ალერგია რო ქონდეს, გასგასით ვამბობ და ზოგად ალერგია საერთოდ არ გულისხმობს ეს. არ არის ამის წინააღმდეგობა. აბსოლუტური წინააღმდეგობა. ეს მოხსნილია. ეს სრულად მოხსნილია. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ასთმის დროს რაც მნიშვნელოვნად მინდოდა მეკითხა ეს ჩვენი გინეკოლოგებისთვის, ბიძინამაც გადასარევად იცის რომ ასპირინი უკვე ითვლება რომ პრეეკლამსიის ერთ-ერთი საპრევენციოდ და ამავე დროს ვიყენებთ ჩვენ პირველ ტრიმესტრიდან, განსაკუთრებით ხელოვნური განაყოფიერების დროს, როდესაც უამრავი ისეთ პრეპარატს ვიყენებთ, რომელიც იწვევს გიპერკოაგულაციას და აქვს თუ არა ასთმა და ასპირინი. აი ესე მოკლედ რომ მითხრა, კითხვა დაისვას თუ არა პაციენტს, სანამ ასპირინს ნიშნავდა. ანუ გამოვკითხოთ, რა უნდა ვკითხოთ, აი ზუსტად რომ მითხრა, რომ მე მქონია შემთხვევა დამირეკია კიდევაც ჩვენთვის, რომ 75 მილიგრამიანმა კარდიომაგნილმაც სუნთქვის გაუარესება გამოიწვია. ხო, ეს ძალიან შედარებით იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ამ მოვლენას ჩვენ ვეძახით ასპირინით გამწვევებადი რესპირაციული დაავადება. ნუ ძველი სახელით ეს ასპირინური ასთმის სახელით იყო ცნობილი. სამტერის ტრიადა იგივე სინონიმებია. ეს იმას გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს და კიდევ ერთხელ ეს ძალიან გავრცელებული ფორმა არ არის, მაგრამ შეიძლება არსებობდეს და არსებობს. ხო, შეკითხვას რა უდგას? ხო, კითხვას არ უდგას წინ არაფერი, მაგრამ ეს ტრიადა რას გულისხმობს და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთ ადამიანს აქვს ასპირინული რიგის პრეპარატების საუტანლობა, შეიძლება ეს იყოს სუნთქვის გაძნელებით ან ლოყების წამოწითლებით, ანუ რეაქციის ტიპის პროვოცირებას უნდა იძლეოდეს. ამავე დროს ეს სწორედ სუსტ სასუნთქზებთან, ანუ ასთმურ მოვლენებთან არის ასოცირებული და ხშირად მესამე ტრიადაში შემოდის, მათ აქვთ ქრონიკული რინოსინუსიტი, ანუ წიაღების, ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთება. ამიტომ თუ ასეთი ტიპის პაციენტია, მაინც უნდა ვკითხოთ, რომ ხო არა გაქვთ ცუდი გამოცდილება. ხა ზოგიერთი თვითონ პაციენტი ამას ვერაცნობიერებსა და ვერაცნობიერებს, რომ ანთების საწმენდო არასტეროიდები დიდი ჯგუფია ძალიან პრეპარატების და ასპირინის გარდა მოიცავს იბუპროფენს, ნაპროქსენს, დიკლოფენაკებს, აუარებ, კეტოლონგი, ესენი იმდენად არ ინიშნება, მაგრამ უკვე ცხოვრებაში გამოცდილი აქვს და იცის ალერგია და რადგანაც ეხა სახელი ამა თუ იმ ასპირინის შემცველ პრეპარატში პირდაპირ არ ფიგურირებს, ეხა კარდიომაგნილი რაც თათია ახსენა, არ მიაჩნია რომ ის ასპირინია.
ამიტომ ხო. ექიმმა ეს ძალიან მნიშვნელოვნად უნდა კითხოს და ეს სინუსიტი, კითხვა. ამ წამლის ამბავი და ბრონქების სისუსტის ტრიადასთან ხო არა გვაქვს საქმე, უბრალოდ უნდა იკითხოს. იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდე გამწვავება. გამწვოს და ის ასთმის დროს ისედაც ბრონქოსპაზმია და ამან დიახ, კიდე უფრო დაუმატოს ეს. დაუმატოს და დიახ. ეს ჩვენი დრამატიზმით ახსავსე ერი ვართ და ამას მოყვება, ამიტომ ჯობია რომ თავიდან კითხვა მაინც დაიცვას. აუცილებლად. და თუ ბოტონ თუ არა და ალერგოლოგსაც დაიკითხონ მერე. და ერთი კვინკეზეც და დავამთავროთ უკვე ძალიან გაგვიგრძელდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. არ დავდება არასოდეს ეს საინტერესო საუბარი ხარ, მოუბარი ხარ არაჩვეულებრივი. მადლობა. ხო და მინდა ერთი კვინკეც. ანუ ზოგადად კვინკეს შევეხოთ. კვინკე რა არის რომ მითხრათ მე. დანარჩენი ბიზნესთვის მიმიდია, ჩემი კვინკე. ხო, კვინკე არის კვინკე შეშუპება. ბავშვობაში ბევრს გამოგვიცდი ახალგაზრდობაში და სხვა შეს დროთა განმავლობაში გადის, ხო? კი, გადის. აი ორსულობაში გამეორდა, აი უცაბედად რაღაცა ვერ გაიგებ, ეს არის კვებითი რა. აი უცებ ტუჩი რო გაუსივდება, ცხვირი, თვალი განსაო, ტუჩი და თვალი ყველაზე მეტად. ნუ ხშირად ახლა ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ჭინჭრისიება ან ურტიკარია სამედიცინო ტერმინი, დაახლოებით 20% პაციენტს ამ გამონაყართან ერთად ან იზოლირებულადაც კი ემართება მარტო შეშუპება. არ აქვს წითელი ლაქა, მაგრამ სხეულის რაღაც უბნები უშუპდება. განსაკუთრებით ეს არის, სადაც ეს ფაშარი შემერთებელი ქსოვილი გვაქვს. ეს არის თვალის ირგვლივი სივრცე, ეს არის ტუჩების არე, შეიძლება იყოს წარზიდული ნაწილები, სხვადასხვა ადგილები ხა აღარ ჩავყვები ქვედა ნაწილში და ამის შეშუპებას ჩვენ ვეძახით, როცა ეს ალერგიული ბუნებით არის გამოწვეული კვინკე შეშუპება. რასაკვირველია კვინკე შეშუპების ყველაზე მეტად გვეშინია, იმიტომ რომ ეს არის ლორდს ქვეშა, გარსისა და კანის ქვეშ მდებარე ქსოვილების შეშუპება და გვეშინია ეს არ ტრანსფორმირდეს, არ პროგრესირდეს და სასუნთქი გზების დაკეტვა და ასე ვთქვათ, პრობლემა ამ ხრივ ასე ვთქვათ, სიცოცხლისთვის საფრთხე არ შექმნას. რა თქმა უნდა, ეს უფრო საყურადღებოა და უფრო საშიში. ეხლა, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ამის საშუალება არ გვაქვს, ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელსაც რაღაცა მემკვიდრული კვინკე შეშუპებებიც კი აქვთ, ამას მემკვიდრული ანგიოდემა ჰქვია და იმ ადამიანებს ხშირად ასე ვთქვათ, ოჯახები ახალგაზრდები არიან, ზოგიერთი და არაერთი გენეტიკურად არის პირობადებული და ორსულობად გება. აი ხა იმათი მართვა ძალიან მაღალი სპეციფიკა, ერთი ჩვენი კლინიკის პაციენტი, ჩემი კოლეგის იძულებული გახდა, რომ მისი სამართავი მედიკამენტები საქართველოში საერთოდ არ არის. ორსულობა თვითონ ტრიგერია ამ კვინკეს გამოწვევის და წავიდა და ათენში გააჩინა შვილი, იმიტომ რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში, იმიტომ რომ იმ ასე ვთქვათ პლაზმის დერივატი, რომელიც უნდა გადაესხას მშობერობის დაწყებამდე, უხეშად რო ვთქვათ 4-5 ლარი უნდა მინიმუმ ერთ ფლაკონს, რომელიც აქ საერთოდ არ არის, არ იცის ჩვენმა სამედიცინო სისტემამ და სააფთიაქო სისტემამ. ამიტომ ასეთი პაციენტების მართვა ეს კიდე ცალკე დილემაა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ახლა ლაპარაკობთ უფრო ალერგიული კვინკეზე, რომელიც შეიძლება იყოს. აი ხა ერთი ასპირინი ახსენა თათიამ და მაინც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ტიპის ადამიანებისთვის ასეთი რეკომენდაცია, რომ ასპირინი ბუნებრივადაც არის ბევრ საკვებში, რომელიც ღმერთმა ჩადო ამ საკვებში. ეს არის აცეტილსალიცილი. აცეტილსალიცილით ყველაზე ჭარბი წარმოდგენილი არის აი მალინა და მარწყვი. ამიტომ პაციენტს, რომელსაც ասეთი მიდრეკილება აქვს ალერგიისადმი, აი იმას ვეუბნები, რომ ზომიერება დაიცავი რა, მით უმეტეს ახლა ზაფხული სეზონია და ბევრია. ამიტომაც არის ეს ცნობილი ეს პროდუქტები და რადგანაც ამას შევეხეთ, ნუ ამ ხრივ მედიკამენტით შეიძლება იყოს იგივე, თქვათ, იბუპროფენმა და ამ ტიპის წამალმაიცის კვინკე შეშუპების გამოწვევა, ასევე წნევის მართვისთვის თუ პრეპარატია, ყველაზე ხშირად ბრადიკინინს აგროვებს კაპტოპრილის, ანუ პრილებით, ასე ვთქვათ, AGF ინჰიბიტორებს ვეძახით ჩვენ ამას, ამიტომ თუ შეშუპება ვითარდება, დიფერენცირება არის. იყო ასპირინული წამალი, იყო კაპტოპრილის რიგის წამალი. თუ საკვები, სადაც ყველაზე მეტი აცეტილსალიცილი შედიოდა. ხო, ამიტომ აი ჩვენ დიფერენცირებას აქ ვატარებთ და აქვე, რადგანაც ხა კვინკეზე ძირითადად ხა მეტი არაფერი გვაქვს, ასე ვთქვათ, სიღრმისეულად ასეთი ეთერით სათქმელი, მაინც უნდა ვთქვა, რომ ერთი არის კიდე ორსულობის დროს, რადგანაც საკვებს და მარწყვს შევეხე, ხშირად ალერგიული ვარ და პრევენციისთვის ორსულები რაღაც ტიპის კვებითი შეზღუდვების დაწესებას უწყებენ ორსულობის დროს საკუთარ თავს. ზოგი ამბობს, რომ აი მითხილს არ უჭამ, ნიგოს არ უჭამ, თაფლს არ ვეკარები, იმიტომ რომ ჩემ შვილს იქნებ ამით პრევენცია გავუკეთო მომავალ ჩემ შვილს. ორსულობისთვის ნებადართული, კარგი, ჯანსაღი, ბალანსირებული საკვებში არავით არის შეზღუდვა კატეგორიულად თუ რამე სპეციფიკური ალერგია ორსულს არ აქვს, არ უნდა დააწესოს პრევენციის თვალსაზრისით. ეს იმდენად დაარღვევს ორსულის ნუტრიციულ სტატუსს, ეს ნაყოფზე აისახება, მის რეტარდაციას გამოიწვევს, მის იმუნობიოლოგიური ძალების დაქვეითებას გამოიწვევს და ბავშვი უფრო სუსტი იმუნიტეტით დაიბადება, ვიდრე სრულფასოვანი და ჯანსაღი კვებით. ასე ვთქვათ, როცა წაიყვანს ორსულობას, ამიტომ ესეც მინდოდა, რომ უსაფუძვლოდ დიეტები ორსულებმა რაღაც ალერგიის პრევენციის მიზნით არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში. ძალიან კარგი, აი მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ზუსტად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. დროის მე არ გამონახვისის. შეგაწყინეთ თავი ჩემი საუბრით.
პირიქით მისდებით. კიდე ერთი ორი ამდენი რო გაგრძელებულიყო მე არ ძალიან დიდი მომბედდებოდა. მადლობა და შევეცდები რომ აი ნამდვილად ყველას მინდა რომ ყველა ექიმისთვის გინეკოლოგი იქნება თუ განსარეპროდუქტოლოგი ჩვენ დარგში ვინაიდან ჩვენ მაინც სულ გორმონებთან გვაქვს შეხება რომელიც ასე თუ ისე იმ რაოდენობითაც თუ გინდა ცოტა რაოდენობით იწვევს ხანდახან როგორც გიპერკოაგულაციას ასევე ალერგიულ განსაკუთრებით პროგესტერონი ჩვენ მქონია ახლა როცა ზეთოვანი იყო მაშინ უფრო უბედურ დღეს საშინელ დღეში ვიყავით ცოტა შემსუბუქდა. ეხა შემსუბუქდა წყალზე და water-based წყალზე დამზადებული უფრო ნაკლები ალერგიული გვერდით მოვლის ასე რომ ბიძინამაც უფრო დაისვენა ჩემგან. მოკლედ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგად იყავით. დიდი მადლობა თქვენ რომ ესეთ საინტერესო პოდკასტი შემოგთავაზე. დიდი მადლობა თათია და მე კიდევ ერთხელ გავესწარი კარგ საჯარო საინტერესო ლექციას და ვიხარია. მედიცინაში ვერ ვკოვი და ეს ძალიან მომწონს. ასევე ერკვევა ჩვენი მაყურებელი და ძალიან მიხარია და საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო პოდკასტის გაკეთებისთვის თათია ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენს მოწვევისთვის. რა ვიცი, მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ პროფესიონალებს მოусმინეთ მხოლოდ და მხოლოდ და გაითვალისწინეთ პროფესიული, მათი პროფესიონალური რჩევები და აუცილებლად იქნება ყველაფერი კარგად და ყველანი ვიქნებით ჯანმრთელები და რაც თქმა უნდა გამრავლდებით და ვიქნებით ბევრი. მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. კარგად წანდებოდეთ.